Shalom, მეგობრებო, მოგესალმებით. ყველას ვაგზავნებ ჩვენ საინტერესო ბიბლიურ თემაზე, როგორც დაკვირდით, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ძალიან მნიშვნელოვან თემას. მაშასე გვიყურეთ, წინ საინტერესო თემა გექნება. მანამდე კი სანამ დავიწყდეთ უშუალო თემას, გთხოვთ ჩემ გამომწერებს მოიწონოთ, დააკომენტაროთ ეს ვიდეო, ასევე გააზიაროთ. თქვენი გაზიარება ყოველთვის ეხმარება ამ ვიდეოს გავრცელებაში და რათა მეტმა ადამიანმა გაიგოს სიმართლე ისტორიული კონტექსტი ბიბლიის, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ისტორიული კონტექსტის ცოდნა ეს არის ბიბლიის სწორი გაგების 60%. დანარჩენი უკვე სხვა რამეებია უკვე. მაგრამ 60% ეს არის ისტორიული კონტექსტის სწორი ცოდნა გვეხმარება ბიბლიის 60% სწორად გავიგოთ. ასევე ვისაც გინდათ ფინანსური გვერდში დგომა, ჩვენს ყველა ვიდეოს ქვემოთ არის ჩვენი საბანკო რეკვიზიტები და შეგიძლიათ მათ დარიცხოთ თქვენი თანხა. და ამ საქმეში მოგვიწოდებთ იაქტიუროთ შემოკარგებო, რადგან თქვენი შემოწმებული თანხა ემსახურება უშუალოდ არხის განვითარებას. აქ შედის ტექნიკური პერსონალი, აქ შედის ზუსტად ოფისის მომსახურება, ოფისს, რომელსაც ჩვენ ქირავთ, რათა ვიდეოები გადავიღოთ და აწინ უფრო საინტერესო ვიდეოებიც გველოდება წინ. ამიტომ მოგვიწოდეთ ამ საქმეში აქტიურობთ. თქვენი თითეული ლარი იქნება თუ 2 ლარი პირდაპირ ეხმარება არხის განვითარებას შემოკარგებო. ამიტომ იყავით აქტიური ამ სფეროში. და უფალმა გაკურთხოთ ყველა კეთილ საქმეებისათვის. მაშასე დავიწყეთ დღევანდელი თემა, რომელიც ძალიან საინტერესო თემაა შემოკარგებო და ძალიან ბევრი ქადაგება არსებობს ამ თემაზე შემოკარგებო. ეს თემა არის ნახსენები იოანეს სახარების მერვე თავში, არის ახსენილი ეს ისტორია, როდესაც იესო ქრისტე კარვობის დღესასწაულს ზეიმობდა. ჩვენ თუ ამ სახარების კონტექსტს დავაკვირდებით, მთელი მეშვიდე მერვე თავი ეს არის კარვობის დღესასწაული იერუსალიმში და ალბათ დრო დადგება მე უფრო ვცლად ვისაუბრებ ამ კარვობის დღესასწაულზე. ესეც ბიბლიური მეშვიდე საუფლო დღესასწაულია, რომელსაც ზეიმობდნენ ისრაელში. და ამ დღეს იესო ქრისტე არის ტაძარში. დღესასწაულის მერვე დღე არის ეს, ამ მერვე დღეს ქვია შიმინი აცერე. მანამდე მეშვიდე დღე, რომელიც არის ხოშანა რაბა, დიდი გამოხსნის დღე ქვია ამას, ხოლო შმინი აცერე ეს არის მერვე დღე, რომელიც მიმატებული ამ დღესასწაულზე და მერვე დღე არის კიდევ ცნობილი სიმხათ თორა, სიმხათ თორის დღესასწაული. და ამ დღეს შემოკარგებო სინაგოგებში გამოაქვთ თორა, კითხულობენ და ამ დღეს ძალიან საინტერესო ტრადიციაც ჰქონდა ისრაელში. მეფე გამოდიოდა ტაძარში და კითხულობდა რჯულიდან ტექსტს. ეს სიმბოლიზირებდა, რომ მეფეც იცავდა ამ საღვთო რჯულს, მეფეს ეკუთვნოდა ეს რჯული. თქვენიც მეორე რჯულის მე-18 თავში არის ახსენილი ეს მცნება ზუსტად. და მეფეები კითხულობდნენ ამას კარვობის დღესასწაულზე, როგორც ეს დააწესა ეზრას დროს მოდის ეს წესი შემოკარგებო. ეზრამ დააწესა ეს წესი. და ამ დროს ამ პერიპეტიებში ამ ღონისძიება სანამ დაიწყებოდა, იესო ქრისტე დილიდან არის ტაძარში უკვე მისული და მასთან მოყავთ მრუში დედაკაცი, მრუშობაში წასრებული დედაკაცი და მას ცდიან და ეკითხებიან, ჩავქოლოთ ეს ქალი თუ რა უნდა ვქნათ. მოდი წავიკითხოთ ეს ტექსტი მთლიანად, რომ ჩვენ წარმოდგენა ვქონდეს რა მოხდა იმ მომენტში და რა ხდებოდა საერთოდ. მოიყვანენ, ეს არის მერვე თავის მესამე მუხლიდან. მოიყვანეს მწიგნობრებმა და ფარისევლებმა ქალი მრუშობაში შეპყრობილი. დააყენეს შუაში. და უთხრეს მას, მოძღვარო, ეს ქალი მრუშობაშია შეპყრობილი. მოსემ კი რჯულის მცნებად დაგვიდო ასეთების ჩაქოლო. შენ რა სიტყვი? ამას გამოსაცდელად ეუბნებოდნენ, რათა რამეში ბრალი დაედოთ.
მაგრამ იესომ დაიხარა და მიწაზე თითი წერა დაიწყო. და რა კი დაჟინებით ეკითხებოდნენ, წამოიმართა და უთხრა მათ, ვინც თქვენ შორის უცოდველია, პირველად მან ესოლოს ქვა. და კვლავ დაიხარა და განაგრძო მიწაზე წერა. ეს რომ მოისმინეს, უხუცესებიდან მოყოლებული სათითაოდ გაიკრიფეს და დარჩა მარტო იესო და შუაში მდგომი ქალი. წამოიმართა იესო და უთხრა მას, ქალო, სად არიან შენი ბრალდებელნი? არავინ დაგდო მსჯავრი? უთხრა მან, არავინ უფალო. უთხრა იესო, არც მე განგჩი, წადი და ამ მიერიდან ნუ ვარ შესწოდავ. ძალიან საინტერესო პასაჟია, ჩემო კარგებო. ძალიან ბევრი სწავლება, განმარტება არსებობს ამ ტექსტთან დაკავშირებით. მოდი ავიღოთ პირველი, რომ უმეტესობა საეკლესიო მამების ამ ადგილს არ განმარტავს. არ განმარტავს იოანე ოქროპირი, არ განმარტავს არც ნეტარი ავგუსტინე. იმიტომ რომ მათ მიაჩნდათ, რომ ეს ტექსტი გვიან ჩამატებული ტექსტია სახარებებში. ზოგს საერთოდ მიაჩნდა, რომ ეს ისტორია საერთოდ მოგონილია. მაგალითად, ახალი ქვეყნიერების თარგმანში, რომელთაც ისინი სარგებლობენ, მათ აიღენ სინაის კოდექსი და სინაის კოდექსში ეს ადგილი არ არის. ეს პასაჟი ამოღებულია, საერთოდ არ არის შეტანილი. მაგრამ ჩვენ გვაქვს ესეთი საეკლესიო მამა, ყავდა პაპი, რომელიც პირველი საუკუნის ბოლოს მოღვაწეობდა. და ის ამბობს, რომ ეს ისტორია რეალურია. და ეს ისტორია ნამდვილად მოხდა. აქედან გამომდინარე, ეს ისტორია შემდეგ გვიან მოხდა იოანეს სახარებაში. მე ვთვლი, რომ ეს სულიწმინდის კარნახით მოხდა ეს ისტორია, ჩაწერილი მოხდა ზუსტად იოანეს სახარებაში. რადგანაც თუ ჩვენ კარლობის დღესასწაულს გავიგებთ მის სიმბოლოს და მის მიზანს, ჩვენ გავიგებთ ამ ისტორიის არსს და შინაარსს. მაგრამ ჩვენ დღეს არ ვსაუბრობთ კარლობის დღესასწაულზე, ჩვენ ვსაუბრობთ განქორწინება, როგორ ხდებოდა იესო ქრისტეს დროს და რა ხდებოდა სინამდვილეში ამ დროს. რატომ მოუყვანეს იესოს ეს ქალი და რა შეიცდებოდა ბოლო და ბოლოს იესო ქრისტე. ამ თემაზე არის ძალიან ბევრი განმარტება და ერთ-ერთი ყველაზე სწორი განმარტება, რომელიც მე მიმაჩნია სწორი განმარტება, არის აი ესეთი, რომ იესო იცდებოდა ორ რამეში. პირველი, თუ ის იტყოდა, რომ ჩაქოლეთ, მაშინ რაღა შეწყალებაზე და რაღა პატიებაზე ასწავლეს შენ, იესო ქრისტე. შენ განაშენ არ ამბობ, რომ შევიწყალოთ, ვაპატიოთ, მაშინ რაღაცზე ასწავლე. მაშინ შენეწინააღმდეგები მოსეს რჯულს. მაგრამ თუ შენ იესო იტყოდა ჩავქოლოთ, მაშინ იესო უპირისპირდებოდა რომის კანონებს, რადგანაც რომის ქვეშევრდობაში იყო მაშინდელი იუდეა, მაშინდელი ისრაელი და ამით იესო დაუპირისპირდებოდა რომის კანონს და ის იქნებოდა ბრალდებული, რომ მან ჩაქოლა ადამიანი რომის ვინც იყო მაშინ განგებელი პროკურორი პილატეს გარეშე, მან უფლება მისცა თავსო ჩაეკოლა ეს ქალი. ეს ერთი შეხედვით სწორი განმარტება, მე და მე უფრო მეცაც გეტყვი. ეს ერთი შეხედვით სწორი განმარტება, მე უფრო მეცაც გეტყვით, რომ ეს ყველაზე ახლოა სინამდვილესთან. მაგრამ ზედაპირული განმარტებაა მაინც. მე მინდა დღეს შემოგთავაზოთ სიღრმისეული ჩაცდომა ამ საკითხის სინამდვილეში როგორ იცდებოდა და რაში იცდებოდა იესო. ჩემო კარგებო, რელიგიურ საკითხებში ებრაელებს ჰქონდა აბსოლუტური თავისუფლება. ამის მაგალითი არის სტეფანეს ჩაქოლვა. მაშინ ისინი არ წავიდნენ რომაელებს და არ დაეკითხნენ, რომ სტეფანე ჩაეკოლათ თუ არა. რელიგიურ საკითხებში მაშინდელ ისრაელში ისრაელს ჰქონდა სრული თავისუფლება. ესაა მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გვესმოდეს. იესო ქრისტე რელიგიური საკითხის გამო არ აწამეს. იესო ქრისტე აწამეს, რომ ის ღმერთი იყო და მეფეთ ასახებდა ისრაელს და მისი ბრალდება იყო იუდეას
იუდეველთა მეფე და ეს უკვე პოლიტიკური მოტივი იყო და არა რელიგიური. ნუ ამაზე ძალიან კარგი განმარტება აქვს ჯოშ მაგდაუელი არის ესეთი შვენიერი კარგი მწერალი წიგნი აქვს ესეთი დაწერილი ის უბრალოდ დურგალი ასე ქვია. ის არ იყო უბრალოდ დურგალი. ესე ქვია წიგნს. ნუ ქართულად მე ასე ვთარგმნი, მაგრამ ინგლისურად მე მგონი შეიძლება სხვა სათაური იქონდეს და არ მახსოვს ინგლისური სახელწოდება ამ წიგნის, მაგრამ იქ არის კარგად ამბობს მოტივს ჯოშ მაგდაუელი თუ რატო აწამეს იესო ქრისტე. მას ასე დაუბრუნდეთ ჩვენ თემას განქორწინება. განქორწინება ჩვენ პირველ ვიდეოში ვთქვით, რომ ხდებოდა, როდესაც ადამიანი ეჭობდა თავის სოლზე და მას ჰქონდა დადასტურებული ორი მოწმიდან, რომ ამ ქალმა იმრუშა, ადამიანი წერდა გეტს, ანუ საკორწინო კონტრაქტის განქორწინების წერილს. აძლევდა და ჩვენ ვთქვით, რომ ეს გახლეჩის წერილი ქვია მეორენაირად. გეტ ეს მისი არამეულის სახელწოდებაა. ანუ ახთმის გახლეჩის წერილს წერდა და უშვებდა და იქ წერდა მიზეზს თუ ეს ქალი რაში იყო ბრალდებული და უშვებდა ამ ქალს. ეს ხდებოდა იესო ქრისტემდე. მაგრამ იესო ქრისტეს დროს პერიოდში ეს ცოტა შეიცვალა ეს ყველაფერი. ასევე ვთქვით, რომ ორი ძირითადი სკოლა არსებობდა ქრისტეს დროს. ეს იყო შამაის სკოლა და ეს იყო ჰილელის სკოლა. ჰილელის სკოლა ძალიან ლმობიერად უყურებდა, ლიბერალურად უყურებდა ამ საკითხს, ხოლო შამაის სკოლა ძალიან კონსერვატულად და ის არ აძლევდა განქორწინებას თუ უშუალოდ მრუშობა არ იყო. აი ჩვენ ხედავთ კარგობის დღესასწაულია და იესოსთან მოყავთ ეს ქალი და ეუბნებიან, რომ ამას გამოსაცდელად ეუბნებოდნენ, რათა ბრალის დასწონ. რაში იცდებოდა იესო ქრისტე? იესო ქრისტე იცდებოდა რჯულის კარგ ცოდნაში. რა სიტყოდა რჯულის სინამდვილეში? ჩვენ თქვით უკვე, რა წესებს მოთხოვდა. რჯული მოითხოვდა ორი მოწმის ბრალდებას და ნახევრად მიაგნეს მაშინდელმა ფარისევლებმა რა მოიგონეს, რათა განქორწინება მიეღო ადამიანს. მაგალითად, თუ ქალი არ აძლევდა მამაკაცს განქორწინებას, ან თუ აძლევდა, დიდი კომპენსაცია უნდა გადაეხადა მამაკაცს თავისი ცოლისათვის, რათა ის გაშორებულიყო. იმიტომ რომ ჰილელი ამბობდა ესეთ რამეს, შეუძლია მამაკაცს გაშორდეს დედაკაცს, მაგრამ აქ არის ამ ქალის სტატუსის შემდეგ, სანამ ეს ქალი გათხოვდება მეორეჯერ ამ ქმარის კისერზე უნდა იყოს და ამ ქალმა უნდა არჩინოს ეს ქალი და დიდი ფულადი კომპენსაცია უნდა გადაუხადოს და ეს არ აწყობდათ მაშინდელ მამაკაცებს და მოიგონეს ესეთი ეშმაკობა. ორ მოწმესთან ერთად მამაკაცი მიდიოდა და აძლევდა შენიშნოს თავის ცოლს. მაგალითად, ვიღაცა სიტყვაზე ვთქვათ, ვიღაცას მოიმიზეზებდა ვიღაცას თავის მეგობარს, ან მეზობელს, ან იმას და ამ ქალს ეუბნებოდა აფრთხილებდა, რომ ამ ორ მოწმესთან მე შენ გაფრთხილებ, რომ ამ კაცთან შენ თუ მეორჯერ მე შენ დაგინახე, მე ამ საკითხს ჩავთვლი, რომ შენ იმრუშე. ღალატად ჩავთვლი, მრუშობაში ჩავთვლი. კარგად დააკვირდით, ჩემო კარგებო, თუ ვინ მოიყვანა ეს ქალი? ეს ქალი მოიყვანა მწიგნობრებმა და ფარისევლებმა. მრუშობაში მხილებული არც მწიგნობრებს უნდა მოეყვანათ წესი და არც ფარისევებს, რადგანაც მწიგნობრები, ჩემო კარგებო, ეს იყო იურისტები, ნოტარიუსები მაშინდელ დროს, თანამედროვეენით რო ვთქვათ, რომლებიც უბრალოდ დოკუმენტს ქმნიან. და ეს უკვე მწიგნობრების აქ, როცა იოანე ახსენებს, უკვე ჩვენ გვაქვს გასაღები თუ რაში საქმე. საქმე იმაშია, რომ ეს განქორწინების წერილს წერდა მწიგნობრები. მწიგნობრები აღდგენენ ამ განქორწინების წერილს. და აშკარად ამ საქმეში იყო ჩართული სხვა ადამიანებიც. ანუ ინტერესები იყო, რომ ეს ქალი იყო წასწრებული არა უშუალო ფაქტი მრუშობა, რასაც ჩვენ უძახით მრუშობას, არამედ იმ პიროვნების გვერდზე,
ვისთანაც მეუღლემ აუგრძალა ყოფნა. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ მართლა მრუშობა იყო, ის აუცილებლად უნდა მისული მieყვანა მღვდელთან და მაშინ სადუკევლებიც იქნებოდნენ აქ. მღვდელი წყვიტავდა სინედრიონში ადამიანის ჩაქოლვა არ ჩაქოლვის, მაგრამ აქ მღვდელი არა, ანუ მღვდელს არ მიუყვანია ეს ქალი იესოსთან. მieყვანეს მწიგნობრება და ფარისევლობა და აქ არის საქმე ზუსტად ამ იურიდიულ საკითხზე, რომელსაც მე თქვენ გიყვებით და რა მოიგონეს ესეთი რამე. შემდეგ ადამიანი მამაკაცი, რომელიც უნდა განქორწინება და დაინახავდა ამ ქალს იმ კაცთან და ეს ორი მოწმე ყავდა უკვე მასთან გაფრთხილებული, ეს კაცი მიდიოდა ამ ორ მოწმესთან ერთად ამ ქალთან და ადგენდა განქორწინების წერილს. მე შენ ხო აგიგრძალე ამ ქალთან, ამ კაცთან წასვლა. ამ კაცთან ყოფნა, ან გვერდზე ყოფნა. შენ მაინც გააკეთე, ესე იგი შენ მე მიღალატე და აი შენ განქორწინების წერილი. ამას აკეთებდნენ ორი მიზეზის გამო, ერთი როდესაც ადამიანს მამაკაც არ უნდოდა დიდი კომპენსაციის გადახდა, რადგანაც საკორწინო კონტრაქტში ესეთი პუნქტი იყო. თუ მაგალითად მამაკაც მოუნდებოდა განქორწინება და ღალატი არ არის, მაშინ მამაკაცმა დიდი ფული უნდა გადაუხადოს თავის ცოლს და არ ჩინოს ეს ცოლი სანამ გათხოვდება მეორეჯერ. იმიტომ რომ უკვე ის მეორე ქმალის ხელში იქნება, მაგრამ ხშირ შემთხვევაში არ თხოვდებოდნენ ეს ქალები, ბრუნდებოდნენ მამის სახლში და მთელი ცხოვრება უნდა ერჩინოს შემდეგ ამ მამაკაცს ეს ქალი. და ეს არ უნდათ. და ამიტომაც მოიგონეს ეს ეშმაკობა, რასაც მართლა ქვია ეშმაკობა და ამორალური საქციელია, დაბრალება ამ ყველაფრის. კარგად დააკვირდით, რომ აი ამის ცოდნაში იცდებოდა იესო ქრისტე. იმიტომ რომ თუ ჩვენ მიუდგებით მოსეს ბუკვალურ ჯურის განმარტებას, მაშინ და წარმოვიდგენთ, რომ იქ მართლა მოხდა მრუშობა, მაშინ კაციც უნდა მოყვანილიყო სამშაბლოზე. მაგრამ კაცი არ ჩანს და აქ უკვე ჩანს, ზუსტად ის ფანდია და ის ხილკია, რომელიც ფარისევლებმა მოიგონეს. ეს არის ის ისტორიული კონტექსტი, რომლებიც ძალიან ბევრმა არ იცის და ამიტომაც ძალიან ბევრი ძალიან ზედაპირულად უყურებს ამ საკითხს. მაგრამ ამ ქალის მოყვანა ფარისევლებმა არ ვიცი ნებლი თუ უნებლიეთ გახდნენ დიდი წინასწარმეტყველობის და დიდი ხატოვნების ასრულების მონაწილეები, რომელიც პირდაპირ უშუალოდ იესო ქრისტეზეა. მე გითხარით დასაწყისში, რომ რას აკეთებდნენ კარვობის დღეს? კარვობის დღესასწაულზე მეფეები გამოდიოდნენ და რჯულს კითხულობდნენ, რჯულს. აქ იესო რას აკეთებს? იხრება თავ მიწაზე და თითით წერს. რას წერდა იესო ქრისტე? თითით. სად ხედავთ ჩვენ თითს? თით ჩვენ ხედავთ გამოსვლის წინში, როდესაც ღმერთმა 10 მცნება თავისივე თითით დაწერა და მოსეს გადასცა თავისი ხელი. ეს ის ხელია, რომელიც მოსემ დაუწერა და მთელ ისრაელს თორა. და ეს ის ხელია, რომელიც მიწაზე წერს, რომ არ გამოხვიდე ცრუ მოწმე შენი მოყვასის მიმართ. ეს ამ ცნებას ამხელდა იესო ქრისტე. და ამიტომ ეუბნებოდა იესო ქრისტე, რომ ჩვენ ფაქტიურად რომელია თქვენში უცოდველი ცოტა არასწორად გვესმის. ეს იმიტომ რომ პავლე მოციქულის სიტყვები თუ ჩვენ ავიღებთ, არავინ არის მართალი და ყველა არიან ღვთის დიდებას მოკლებული, მაშინ რა გამოდის, რომ სასამართლო აღარ შეიძლება უნდა ვამხილოთ ადამიანი, რომელიც ცოდვაშია, რადგანაც მეც ცოდვილი ვარ. არ არის შემოკარგო ეს ასე. იესო ამას არ გულისხმობდა. იესო გულისხმობდა ზუსტად ამას, რომ რომელია თქვენში ჭეშმარიტი მოწმე, რომელმასაც შეუძლია დაადოს რეალურად ხელი და თქვას, ამ ქალმა ზუსტად ის ჩაიდინა, რასაც თქვენ აბრალებთო. და რა თქმა უნდა, ვერავინ ვერ გაბედა ცრუ მოწმეობა, იმიტომ რომ ცრუ მოწმე იქოლებოდა ზუსტად ისე, როგორც დამნაშავე, რომელი ბრალდებათაც ის აბრალებდნენ და არავის არ უნდა
ჩაქოლვა იმ მომენტში. ამიტომ ფაქტიურად იესო ქრისტე იცდებოდა ორ რამეში. ეს არის მამათა გადმოცემაში, ტრადიცია, ებრაულ ტრადიციის ოდნაში და აგრეთვე თორის რჯულის სწორ სოდნაში. და მე გითხარით, ეს არის ხატოვნება, ეს არის წინასახე მესიისა, მეფე, რომელიც კითხულობს რჯულს, ზუსტად ეს არის ის მეფე, რომელსაც ისრაელს არ ყავდა იმ დროს მეფე, მაგრამ ამ დროს იესომ კარობის დღესასწაულზე, როგორც ჭეშმარიტმა იუდეველების იუდეის მეფე და ადამიანის და სამყაროს მეფე, განმართა სწორი სწავლება მისცა რჯულის, უფლის სიტყვების, რომელიც არასოდეს იცვლება. ეს დღესასწაულის მესამე ასპექტი არის ზუსტად, რომელიც მოწმობს იესო ქრისტეს ზე როგორც ჭეშმარიტ მესიაზე. ამიტომ არის ეს ამბავი ზუსტად მოყოლილი იოანეს სახარებაში და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს სულიწმინდის კარნახით და განგებით მოხდა ზუსტად ამ ადგილზე ჩამატებული. როგორც პაპი ამბობს, ეს რომის პაპი არ გეგონოთ, როგორც საეკლესიო ისტორიკოსი პაპი ამბობს, რომ ეს რეალური ამბავი და რეალურად მოხდა. და მე სულიწმინდის მჯერას და ამის ვიჯერებ, რომ ზუსტად ამ დროს მოხდა. კარვობის დღესასწაულზე. რატო კარვობის დღესასწაულზე? ჩემო კარგებო, მიცოდეთ, რომ კარვობის დღესასწაული ეს არის სიმბოლიზირებს 1000 წლიან მეფობას. 1000 წლიანი მეფობის ერთ-ერთი ასპექტი არის, რომ მართლები გაასამართლებენ უმართლოებს. ანუ ქვეყნიერების გასამართლება, სადაც მოხდება 1000 წლიან მეფობაზე იქნება ზუსტად და ამ დროს იქნება და ეს გასამართლება არის ზუსტად. თქვენ მგონია გასამართლება განაჩენი. გასამართლება არაა განაჩენი. გასამართლება ბიბლიურ კონცეფციაში ეს არის მსჯელობა, სწორი მსჯელობა, სწორი სამართლის მიცემა. ამას აკეთებს იესო ქრისტე და ამას აკეთებდა მეფე ისრაელში და მაშინ ისრაელში მეფე არ იყო და ერთადერთი და ჭეშმარიტი მეფე, რომელიც ყავს ჩვენი მაცხოვარი იეშუა ჰამაშიახი, მან მისცა სწორი თორა, სწორი რჯული, სწორი სამართალი და ამაში ამხელს ამ წიგნობრებს და ფარისევლებს ეუბნება, რომ ეს თქვენი მოწყობილი ფანდია და რომელიაო თქვენშიო ქოშერული მოწმე, ქოშერული მოწმე ამას ებრაელები მიხვდებიან, რაზეა საუბარი, ანუ ნამდვილი ჭეშმარიტი მოწმე, რასაც ქვია, მაშინ მანესოროსო. და არა ის სიტყვა, რომელიც ჩვენ აქ თარგმანში ვიწერია, უცოდველია. უცოდველს აქ არ იგულისხმება, აქ იგულისხმება ჭეშმარიტი მოწმე, რომელია თქვენში, მანესოროს პირველი. რადგან თუ ჭეშმარიტი მოწმე არ ახარ, შენ ჩაიქოლებოდი. რადგანაც შენ გინდოდა ის გაგეკეთებია შენი მოყვაცისათვის ბოროტება და ამ ბოროტების ამოსაქმებლად შენ მოკლავდი მაშინდელ დროს. და მაშინდელ დროს იქნება. შემდეგ ხდება, რომ იესო, ეს ხალხი მიდის და იესო მიდის და ეუბნება ამ ქალს. კარგად დააკვირდით, ამ ქალის შეცდომას იესო არ მალავს, არ აფარებს ამ ქალის შეცდომას ხელს. ამ ქალის შეცდომა ის იყო, რომ მან თავის ქმარს არ დაუჯერა. მან შეიძლება თავის ქმარის წინააღმდეგ სიჯუტის გამო წავიდა, შეიძლება ქმარმა უთხრა, რომ არ წახვიდე და ამან ჯიუტობის გამო აიღო და წავიდა. ამ ყველაფრის გამო და იესო ქრისტე ეუბნება, წადი და აღარ შეცოდო. შეიძლება მართლა იმრუშა ამ ქალმაც, მაგრამ იმ მომენტში წარსულებული არ იყო უშუალოდ მუშობის ფაქტზე და იესომ იცოდა, რომ ამ ქალმა იმრუშა და ამიტომაც ეუბნება წადი და აღარ იმუშა. ეს ჩვენ არ ვიცით, ეს უკვე ვარაუდებია, მაგრამ ეს ორი ვარაუდი არის ისო. პირველი, რომ ამ ქალმა არ დაუჯერა ამ თავის ქმარს და წავიდა იმ კაცთან, მეორე, რომ ამ კაცმა მართლა იმრუშა იმ ქალთან, მაგრამ ეს ამბავი შემდეგ გასკდა. ეს უცებ არ გასკდა და შემდეგ რო გასკდა, ამიტომაც მოუყვანეს იესოს და მოუყვანეს ფარისევლებმა და წიგნობრებმა. ამაში მე
მე ვემხრობი პირველ ვერსიას, რადგანაც თუ ნამდვილი მრუშობა იყო, მაშინ იქ მღვდელიც უნდა ყოფილიყო აუცილებლად, მაგრამ მღვდელი არ ჩანს აქ. აქ არის ფარისევლები და მწიგნობრები. და რადგანაც ფარისევლები და მწიგნობრები არის, აქ არის საქმე ქონების გაყოფაზე. იმაზე, რასაც თუ ამ ქალს დაბრალდება ის, რაშიც მას აბრალებენ, ქმარი თავისუფალია ქონებრივი გადასახადისაგან. აი ეს საკითხი იყო აქ ჩემო კარგები. და იესო ქრისტემ ზუსტი სწორი სამართლებრივი და იურიდიული შეფასება მიცა, რომელია თქვენში ჭეშმარიტი მოწმე. ვინ ხართ? ვინც ამას შეგიძლიათ? და შემდეგ იესო მიუბრუნდა და ამ ქალს და ეუბნება, რომ წადი და აღარ შესწოდო. ამით ჩვენ მოეუბნება იესო ქრისტე არ ფარავს, ხელს არ გვადებს ჩვენ ცოდვებზე, ჩვენ შესწომებზე, უბრალოდ იესო პატიობს ჩვენ შესწომებს და ცოდვებს. და გვეუბნება, რომ აღარ შესწოდოთ. თუ ჩვენ იგივე ცოდვას ჩავდივართ, ეს პატიება არაა. პატიება არის ის და მონანიება არის ის, რომ ჩვენ აღარ ჩავდივართ იგივე შეცდომას. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რომ ჩვენ ვიცოდეთ. მაშასა დღევანდელ დღეს მე გესაუბრეთ თემას განქორწინება როგორ ხდებოდა ძველ აღთქმაში და მოგიყევით ეს ისტორია განქორწინება როგორ ხდებოდა იესო ქრისტეს დროს და ეს არის დღევანდელი რაბინები და მაშინდელი რაბინებიც, რომელიც უკვე ტაძრის დანგრევის შემდეგ წამოვიდნენ, ისინიც ამბობენ, რომ ტაძრის დანგრევის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ სწორედ ესეთი უსამართლობები ხდებოდა ისრაელში. ეს ქალის მაგალითი ერთ-ერთი შემთხვევა, მაგრამ თალმუდში უამრავი მაგალითებია მოყვანილი ასეთი რაღაცეების. თუ როგორ ხდებოდა გადაგდებები ხალხის ერთმანეთის მიმართ ფინანსურად, რას არ იგონებდნენ, რომ ზოგი აჭერიებდა ციხეში ამ თავიანთ ქმრებს, ზოგი ცოლებს. 1000 რაღაცეები იყო იმ დროს და ერთ-ერთი მიზეზი იყო სწორედ ეს, რომ ტაძრის დანგრევის მიზეზი იყო ესო. რომ სამართალი იყო გამრუდებული მაშინდელ ისრაელში. მაშასე გამოგვიწერეთ, ვინც ახალ ჯერ კიდევ არ გამოგვიწერიათ, გამომწერებთ, ვინც ყავხართ, მოიწონეთ, დაალაიქეთ, გააზიარეთ ძალიან გთხოვთ. და კომენტარით დიაქტიურეთ, გთხოვთ. ყველა ვინც ჩვენ მხარდაჭერი ხართ. და თუ რამე შეკითხვები გექნებათ, ისევე ამ თემასთან დაკავშირებით, კი ბატონო, დასვით მე ვეცდები უპასუხო. ყველა ამ შეკითხვას.